სამი მარტივი გზა წონის დასაკლებად მსხვილი ბიუჯეტის გარეშე. პირველი, ეტაპობრივად გამორიცხე რაციონიდან სოსისი, ძეხვი, მაიონეზი, ტკბილეული, გაზიანი სასმელები და ისეთი საკვები, რომლებიც შედგება ბევრი სხვადასხვა ინგრედიენტისგან, როგორიცაა მაგალითად მაიონეზი, კეჩუპი, ნამცხრები და ასე შემდეგ. ეს დაგეხმარება, რომ შეამციროთ ტოლვა ტკბილეულის მიმართ და დამიჯერე, საკმაოდ დიდი თანხა გამოგითავისუფლდება. მეორე, დაიწყეთ 16 საათიანი ან 18 საათიანი ინტერვალური შიმშილი. მაგალითად, თუ იღვიძებ დილის 7-ზე, კვების ფანჯარა გახსენი 10-ზე და დახურე საღამოს 6-ზე. ასეთ შემთხვევაში გექნება 8 საათიანი კვების ფანჯარა და 16 საათიანი უჭმელობის ფანჯარა. ეს საათები გადაწიე ისე, როგორც შენ ჩათვლი საჭიროდ და მაქსიმალურად მოარგე შენს ცხოვრების სტილს. ოღონდ გთხოვ, ამას ისე არ მიუდგე როგორც დიეტას. ჩათვალე, რომ ეს არის შენი ახალი კვების სტილი. მესამე, როცა უკვე გამორიცხავ ისეთ მავნე საკვებს, რაზეც ვიდეოს დასაწყისში უკვე გესაუბრე, იმ საკვების ნაცვლად ჩართე რაციონში სეზონური ხილი. ახლა მაგალითად ძალიან კარგია მანდარინი, ფორთოხალი, კივი, კარალიოკი და ასე შემდეგ. ეს დაგეხმარება, რომ დაიკმაყოფილო შაქრისადმი მოთხოვნილება. ასევე არ დაგავიწყდეს ცილოვანი პროდუქტები და გაამდიდრე შენი რაციონი კვერცხით, პარკოსნებით, თევზით, ქათმის ან საქონლის ხორცით და ასე შემდეგ. შეიძლება ახლა მითხრა, რომ ეს საკვები მით უმეტეს საქართველოში არ ღირს სიაფი. რაშიც გეთანხმები, მაგრამ თუ ამ საკითხს შევხედავთ გრძელვადიანად და შენ აუცილებლად გჭირდება გრძელვადიანი აზროვნება იმისათვის, რომ მიაღწიო მიზანს, ასეთ შემთხვევაში შენ იქნები მომგებიან პოზიციაში. რადგან თუ შენ არ დაგჭირდება წამლები, ექიმებთან ვიზიტი და თავიდან აიცილებ მკურნალობის ხარჯებს, დამიჯერე, ბევრად იაფი დაგიჯდება სწორად კვება. თუ შენს გაწუხებს ჭარბი წონა და გინდა დაიკლო რეალისტურ დროში, მომწერე ინსტაგრამზე სიტყვა გასაუბრება და სიამოვნებით გაგიწევ 15 წუთიან კონსულტაციას აბსოლუტურად უფასოდ.